სპორტული რადიო ჯაკო FM 11 წლის სატრადიციულ ღონისძიებაზე სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა შორის 2016 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი დასახელდა, რომელიც სპორტულმა ჟურნალისტებმა და შესაბამისმა ფედერაციებმა გამოავლინეს. რადიო ჯაკო ატარებს ქართული მსახიობის, სახალხო არტისტის და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძისა და სპორტული კომენტატორის ჯამრეთ ხუხაშვილის სახელს. ჯაკო FM სისტემატიურად აშუქებს ყველა სპორტულ მოვლენას საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო არენაზე. საერთაშორისო არენაზე 2013 წლიდან რადიო ჯაკო FM საერთაშორისო მედია ჰოლდინგ GB Times-ის წევრია. ღონისძიებას დედაქალაქის მერი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მინდა თითოეულ ქვეყანას მადლობა გადაგიხადოთ ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის, რაც შეეხება ამ აღიარებას და პრიზს. ჩემთვის ეს პრიზი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი იქნება, როცა ჟურნალისტები გაჯილდოვებენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი. რადიო ჯაკოს, ანუ კოტე მახარაძის სახელობის რადიოს 11 წელი შეუსრულდა. ჩვენ ტრადიციულად ექსკლუზიური უფლებით ყოველ წელიწადს ვაჯილდოებთ არაოლიმპიურ სახეობაში ფედერაციების საუკეთესო სპორტსმენებს. დიახ, 10 ფედერაცია დაასახელეს ჟურნალისტებმა და ფედერაციის პრეზიდენტებმა დაასახელეს ნომერი პირველი სპორტსმენები ამ ფედერაციის. დასავარია, ამას ყველაფერს აკეთებს არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტი, რომლის პრეზიდენტად სულ რამდენიმე დღეა რაც მე დავინიშნე, რადგან ყოფილი პრეზიდენტი გადავიდა ქალაქის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ, ეს არის მოხტას ნატოფიშვილი და რა თქმა უნდა, აქამდე ვაკეთებთ ამ დაჯილდოებას, მაგრამ ეხლა უფრო ორმაგი ძალისხმევით, ორმაგი მობილიზებით და 10 მაგის სიყვარულით გავაკეთებთ ამას. ეს დაჯილდოება ჩვენთვის სასიხარულოა. კიდევ ერთი წარმატებაა, წინსვლა და დაფასება მთავრობის მხრიდან ჩვენი სპორტსმენების მიმართულებით.